კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას გიხდით, რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. პრეზიდენტ ტრამპისადმი პრემიერ-მინისტრის ღია წერილი აქტუალური და საჭიროა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა. წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ასეთი ბრძანები არ უნდა არსებობდეს და მუდმივი დიალოგი არასდროს უნდა შეწყდეს. სწორედ ანალიტიკოსი გია აბაშიძე შემოგვიერთა, მოგესალმებით ბატონო გია, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ამ ღია წერილით მინდა დავიწყო საუბარი თქვენთან და ასევე ეგრეთ წოდებულ მეგობრობის აქტსაც, მეგობრ აქტსაც მინდა შევეხო. ნაცექტის PR სისულელე უწოდეთ თქვენ მას და შეფასებაც მოვისმინეთ, რომ მეგობრობის აქტი, მეგობრობის გარდა ყველანაირი აქტი შეიძლება იყოს. ღია წერილი, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ მოისმინა, კლავაც აქტუალურია. როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მოგცემს ამ სიტუაციაში ეს ღია წერილი და რა ვთქვათ, მოლოდინები არსებობს იმ ბზარების შესავსებად, რაც შეიძლება არსებობდეს ამ წუთას ამერიკასა და საქართველოს შორის. მივესალმები რადიო იმედის მსმენელს, ინტერნეტ მაყურებელს. მართლაც უპრეცედენტო წერილი იყო, ჩვენ არ გვახსოვს საქართველოს დიპლომატიურ პოლიტიკურ ისტორიაში, რომ ქვეყნის მთავრობის მეთაურს ღია წერილით მიემართოს სტრატეგიული პარტნიორის ხელმძღვანელობისადმი. და რაც საკვირველია, ამას წინ უძღოდა ის, რაც თავად პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ იყო მანამდე არაფორმალური კომუნიკაცია, ოღონდ არაღია ფორმატით და პასუხები არ გაეცა. ფაქტია, რომ ასეთი წერილების მომზადება და გაგზავნა, გამოქვეყნება არ ხდება ის ცარიელ ადგილას და მოულოდნელად და იმპულსურად, ცხადი ამას ქონდა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები, სხვადასხვა კონსულტაციები, არა მხოლოდ თბილისში, შიდა მმართველ გუნდში და შესაბამისად ეს არის ერთგვარი, ვიტყოდი, სასიგნალო გზავნილი, ღია სასიგნალო გზავნილი, რომ ჩვენ აქ ვართ, თქვენი ერთგული პარტნიორები, პატივცემლო ვაშინგტონის ისტაბლიშმენტო და დასალაგებელი ბევრი რაღაცა გვაქვს, რაც ბოლო პერიოდში გაფუჭდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და ასე რომ თუ გვაქვს ღირებულებითი იდეოლოგიური ფასეულობები ბევრ საკითხებში, ხო? მაშინ შევთანხმდეთ და შევწყვიტოთ და უბრალოდ თქვენ მიხედეთ, თქვენ deep state-ის, ასე ვთქვათ, აქტორებს, რომლებიც გვირტყამენ კონგრესიდან, გვირტყამენ სახელმწიფო დეპარტამენტის კულუარებიდან, რომელიც ჩანს შემდეგ უკვე შეერთებული შტატების საელჩოს ქმედებებში თუ განცხადებებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო საკმაოდ ზუსტი და დროული, ამას თავისი პოლიტიკურ დიპლომატიური დატვირთვა აქვს, სიმბოლურია, შეიძლება მეორე ხარისხოვანია, მაგრამ პირდაპირ ასეთი გზავნილი, რომელსაც არა მხოლოდ ვაშინგტონში წაიკითხავდნენ, ამას წაიკითხავდნენ სხვებიც, მათ შორის ევროპაშიც და მათ შორის სხვადასხვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებთანაც ჩვენ პრობლემები არ გვაქვს, საქართველოს მეგობრობს ყველასთან, ორმხრივ ფორმატში, მრავალმხრივ ფორმატში, გარდა ოკუპანტისა, რომელთანაც ადრე თუ გვიან დასალაგებელი იქნება ურთიერთობა და მე ვფიქრობ, რომ ის ეტაპი დადგება მაშინ, როდესაც უკრაინაში ის სისხლისღვრა დამთავრდება, თუ ტრამპმა ეს დანაპირები შეასრულა. ხო, დღეს არის დაგეგმილი ზუსტად საღამო სატელეფონო ზარი ტრამპსა და პუტინს შორის ამ ვთქვათ ფაქტის შეფასებასაც გთხოვთ ოდნავ მოგვიანებით, რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს და რამდენად რეალისტურია ის, რომ ვთქვათ ომი შეიძლება უახლოეს მომავალში დასრულდეს. თუმცა ისევ პარტნიორებს მინდა შევეხო, როდესაც საუბარია იმაზე, რომ პარტნიორობა მოითხოვს ერთგვარ ვთქვათ თანაბარ პირობებში ყოფნას, ეს არ ნიშნავს განსაკუთრებული სპეციფიური ხანდახან შანტაჟის ენით მელაპარაკო, იმიტომ რომ ურთიერთობაში ვთქვათ მეც როგორც ვთქვათ პარტნიორი სახელმწიფო თავის როლს ასრულებს, ამის გაგება ბოლო დროს და ინტერპრეტაცია ცოტა სხვადასხვაგვარად მოხდა. ხშირად გვეუბნებიან, რომ აი პატარა ქვეყანა ხარ და ვთქვათ ის ტენდენცია რაც იყო, რომ აუცილებლად გარკვეული მითითება დავალება უნდა შეგესრულებინა, ახლა თუ შენ გადაწყვეტ, რომ ეს აღარ არის შენთვის მნიშვნელოვანი, ამას აღარ გააკეთებ,
გარკვეული თქვათ პრობლემები შეიძლება არსებობდეს. აი პარტნიორული ურთიერთობები დღეს ჩვენი ქვეყნის თქვენ აღნიშნეთ ცოტა ხნის წინ რომ რაც უფრო მეტ ტოქსიკურ ბრიყობას იტყვიან ევროპარლამენტარები საქართველოსზე, მით უფრო აზიანებენ მათ პროტეჟეებს, ნაცრადიკალებს. ამასობაში ევროპის სახალხო პარტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდა გამჭვირვალობის კანონის გამო, ახლა თავად საუბრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. როგორ ხსნით ამ ორმაგ სტანდარტს და რეალურად ვინ მეგობარია და ვინ მტერი აი ამ სიტუაციაში როგორ შეიძლება რომ ჩანდეს? ეს ასე ვთქვათ, სტუდენტების და კურსდამთავრებულების გარდა საზოგადოების ფართო ნაწილმაც იცის ეს ისტორიული ფრაზა, რომელიც ყოველთვის მეორდება, რომ პოლიტიკაში, საგარეო პოლიტიკაში მეგობრები არ არიან და არც მტრები ინტერესებია, რომელიც მუდმივად იცვლება ფლუგერიდან გამომდინარე, ფლუგერული მოცემულობიდან გამომდინარე. ჩვენ კარგად გვახსოვს ეს ცალკეული უნამუსო ევროპარლამენტარები, ახლა ყველაზე ვერ იტყვი, ბუნებრივია, მცირესობაში არიან საქართველოსთან ობიექტურ დამოკიდებულებაში თუ არა, გარკვეული ევროპარლამენტარებისგან გვახსოვს იმ კანონები, რომელიც დაამტკიცა მმართველმა გუნდმა სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, ამბობდნენ, რომ შავი დღე გაუთენდა საქართველოს. ხო, გვახსოვს ასეთი შეფასებები, ბელარუსისკენ გადაუხვია, მოსკოვისკენ და ასე შემდეგ. მსგავსი ბრიყოვები და სისულელები. საჯარო მოხელე არა ვარ და თავისუფალი ვარ ჩემს სუბიექტურ შეფასებებში. შემდეგ რა მოხდა ახლა? ვხედავთ ბოლო პერიოდში, რომ თავად ევროკავშირში, ევროსტრუქტურებში კორუფციის და გაუმჭვირვალობის დიდი მასშტაბებია, ევროპარლამენტი იქნება, ევროკომისიის სატრანსპორტო რაღაც სხვადასხვა სავაჭრო სტრუქტურები იქნება და თვითონ EPP, ანუ ევროპის სახალხო პარტიამ, რომელიც არის ერთგვარი პოლიტიკური ძმადნაფიცი ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებებისა, თავად დაიწყეს მათ კრიტიკა იმისა, რომ ბრიუსელში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წესით მათი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის გამჟღერებლები არიან, ამ არასამთავრობოებს, NGO-ებს იყენებენ არაკეთილსინდისიერად ლობიზმისთვის, წინასაარჩევნო პროცესებისთვის, ანუ ევროპარლამენტის შარშანელი წინასაარჩევნო პროცესი და ეგრეთ წოდებული მწვანე დღის წესრიგის, ანუ ეკოლოგიური საკითხების წინ წაწევისთვის, ამისთვის ისინი ფინანსდებიან ევროკომისიიდან და სხვადასხვა ბრიუსელის სამთავრობო, ანუ ევროსტრუქტურების სამთავრობო სტრუქტურებიდან და ეს გაუმჭვირვალეა და ჩვენ ამას ფარდა უნდა ავხადოთ. და უკაცრავად მაშინ ესე იგი ბრიუსელშიც დგება ეგრეთ წოდებული შავბნელი დღე, ისინიც მიექანებიან მინსკისკენ, ეს ხომ სისულელია, ხომ გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ეს ხომ დემოკრატიის ფუძემდებლური ერთ-ერთი პრინციპებია, ხო? რატო ასე იგი ჩემთვის, საქართველოსთვის არ შეიძლება და თქვენთვის ეს შეიძლება, ხო? როგორც ახლა თქვა, ფარა შეიძლებოდა ფარას კანონი ამერიკაში 10 წლეულების წინ და ჩვენ ახლა მივიღეთ, ეს რუსული არის, რო? ანუ აი შეუსაბამობა არის, ანუ ლოგიკა არ არის და რატომღაც ავიწყდებათ აი ამ საგარეო აქტორებს კონდეს ჩვენს ქვეყანას თავისი ინტერესი. და სურვილი იმისა, რომ თუნდაც სუვერენიტეტი, თუნდაც ის სახელმწიფოებრიობა, რაც გვაქვს, იყოს დაცული და სათანადოდ წარმოჩენილი. როგორ ფიქრობთ, რატომ იქნება ამ ტიპის პრობლემა? სად შეიძლება რომ იყოს დაღლისთავი დამარხული? ისევ ინტერესთა კონფლიქტში, თქვათ იმ შესაძლებლობებში, გეოგრაფია იქნება ეს თუ თქვათ რაღაცა ქვეყნის შესაძლებლობები, თუ აი კიდევ არსებობს რაღაც, რაც შეიძლება თქვათ ამ წუთას თვალსაჩინო არ იყოს. მორჩილება. ეს არის უპირობო მორჩილება, რაც მანამდე იყო. მათ შორის ქართული ოცნების მართლობის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და ამას ძალიან ლოგიკურად და სამართლიანად და რეალისტურად ხსნის ქართული ოცნება, იმიტომ რომ არ იყო მაშინ ეს შესაძლებლობა, გუნდი არ იყო ასეთი მკვრივი და ძლიერი და არ იყო საგარეო შესაძლებლობათა ფანჯერა და ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც ქვეყანამ დაიწყო სუვერენიტეტის დაცვა ბოლომდე კბილებით, ერმა, ბერმა, ხელისუფლებამ და ხალხმა, აი ეს არ მოეწონათ და
ის მეორე ფრონტის გახსნა არის ერთ-ერთი რგოლი ამ ჯარში და იმ მორჩილების მთელ ამ კასკადში იყო ყველაფერი. სახალხო დამცველი მე უნდა დავნიშნო, მოსამართლეები, პროკურორები მე უნდა შევამოწმო, ანუ ევროკრატიამ, ჩემს მიერ დასმული, ჩემს მიერ დაფინანსებული NGO-ები, ხო, კრეფსიტი, გიგაურები, ლომჯარიები და ისინი რასაც იტყვიან, ეს კონსტიტუციაზე მაღლა დგას და აი ეს მორჩილება, ეს ეგრეთ წოდებული NGO ჯორჯია, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები ჭყალებს საქართველოს რო დამთავრდა და სუვერენური საქართველოა სახეზე, ეს არ მოწონთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მარტო საქართველოსთან მიმართებაში არ არის, ამას ჩვენ ვხედავთ ისევ და ისევ იმ უნგრეთში, ისევ და ისევ იმ სლოვაკეთში, პოლონეთშიც მანამდე იყო სანამ ტუსკის თავრობა მოვიდოდა და მოდით კიდევ უფრო დიდი პრობლემა რაც ევროკავშირში ბზარების შექმნა და ეხლა უნდა თუ რაღაცნაირად ასეთ გაამთელო, ბრექსიტი რის გამო მოხდა? იმიტომ რომ ჭარბი ინსტრუქციები და დირექტივები მოდიოდა ბრიუსელში და ლონდონში ყველაფერზე, ფერმერულ საკითხებზე, სამართლებრივ მასაჯულებას და არ მოეწონა ეს ბრიტანელ ხალხს და რეფერენდუმით გადაწყვიტა. შემდეგ უკვე ცოტა ასე თქვათ მოდიფიკაცია გაუკეთეს ამ პოლიტიკას, რომ მან არ გაგვექცეს და პატარა ქვეყნებზე, ევრობლოკში გულის, ხო, პატარა ქვეყნებზე დაიწყეს, ასე თქვათ, ეგრეთ წოდებული ცეკა სტილის დიქტატურა და ინსტრუქციების გაცემა. შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ამან ხელი შეუწყო მემარჯვენეების ტალღის აგორებას სხვადასხვა ქვეყნებში. ეხლა დევნიან მათ სამართლიანად, უსამართლოდ გერმანია იქნება, საფრანგეთი, ავსტრია, უნგრეთზე აღარ არის ლაპარაკი, იტალიაში მემარჯვენეები მოვიდნენ, სხვაგან, ხო? ფაქტია, რომ უკვე მეორე ადგილზე იწევიან წინ ეს მემარჯვენეები, რომლეთა, ასე ვთქვათ, მთავარი დღის წესრიგი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და დანარჩენი ევროკრატია, ნუ ერევა ჩვენს საკითხებში და ეხლა მე შეიძლება ცოტა რბილად ვლაპარაკობდე, მაგრამ ევროპელი პოლიტიკოსები თუნდაც ბრიუსელის თუ სტრასბურგის ტრიბუნებიდან, ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან ისეთებს ამბობენ საჯაროდ, რომ ვერც კი წარმოუდგენიათ, ასე ვთქვათ, აქაურ ფსევდოლიბერალებს, რომ ეს თურმე ევროპული დემოკრატია და როდესაც ევროპას აკრიტიკებ და ის არ არის რაღაცა წმინდა ძროხა რა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს გადაუხვია რუსეთისკენ, ვინმე რუსეთუმეა და ასე შემდეგ. ნარატივი როგორი ხდება? მუდმივი რუსეთუმობა, პუტინის მონობა, გახუნებულია. ვერ ხვდებით თქვენ, რომ ევროპა უკეთესია ვიდრე რუსეთი, თუ განსხვავებული მოსაზრება, ამ მოსაზრების ცალსახად თავშივე მიუღებლობა და ზუსტად ამ ეპითეტებით შემკობა. ჩვენ მომსწრევართ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის, რომელიც ღია და პირდაპირ ეთერში გადაიცემა დღეს 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას ადამიანების უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე განიხილავდნენ და უსმენდნენ კომისია იქ ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ ამ დროს და თავის თვალით ნახეს შეეხოთ მათ ეს საკითხი მნიშვნელოვნად და ერთ-ერთი იყო ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ყვებოდა რა გზა გაიარა მან. ზოგადად კომისიის საქმიანობაზე მინდა ვიკითხო და შემდეგ აი ამ მუდმივ იარლიხებზე. როგორ ფიქრობთ, ფაქტების კონსტატაციით, რაც ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ეს დაავიწყდა საზოგადოებას და თქვათ აუცილებელია მისი შეხსენება თუ პირადად თქვენ კომისიის მუშაობის გამო თქვათ გაგვდის მოლოდინი, რომ თუნდაც ადამიანებს, რომლებიც აი ასე უმოტივაციოდ, ასე ვთქვათ, ყოველგვარი შეფასების და ღრმა ანალიზის გარეშე იარლიხებს ერთმანეთს ასე ვთქვათ, აკვრიან, რაღაცნაირად პროცესი თქვათ წავა სხვა მიმართულებით და უფრო მეტი თვალსაჩინოება იქნება, უფრო მეტი ფაქტის და გაანალიზების შესაძლებლობა მოგვეცემა. დიახ, ამას ისევ აი ამ ევროპულ კონტექსტში განვიხილავ და მიხვდებით რატომაც, იმიტომ რომ 11 წლის განმავლობაში მე აქ თბილისში მუშაობდი ევროკავშირის წარმომადგენლობაში ქართველ პოლიტიკურ მრჩევლად, ანუ დაქირავებული ვიყავი ევროკრატიის მიერ, ნუ მაშინ ასე არ იყო. და ყველა ეს და უფრო სხვა საქმე დეტალურად ვიცოდით მე და ჩემმა უცხოელმა კოლეგებმა და ბუნებრივია ჩემ ზემდგომებს ამას ვაწვდიდი და ბუნებრივია აქაური, ასე ვთქვათ, დიპლომატები წერდნენ ვრცელ ანგარიშებს თავისი ფოტო, ვიდეო მასალებით 26 მაისს დარბეულები, 7 ნოემბერს დარბეულები, დიღმის პოლიციასთან დარბეულები, სხვადასხვა кейსებს და
რატო ვამბობ ახლა, რატო ვიხსენებ იმას? ყველაფერს წერდით, ყველაფერს ასე ვთქვათ, ვაფიქსირებდით, შეხვედრები ჰქონდა ამ მსხვერპლებთან, იგზავნებოდა ბრიუსელში. იქიდან რამე რეაგირება იყო, ვინმემ რომელიმემ გაბედა და თქვა, ინამუსა და თქვა, რომ სანქციები უნდა დაწესებულიყო სააკაშვილის მთავრობაზე. არაფერი არ იყო, უბრალოდ ამას იტყოდნენ შეხვედრებისას, იყო რაღაც წელიწადში ერთხელ ადამიანის უფლებებზე დიალოგი საქართველოს ევროკავშირის შორის, წამოიწევდა ეს საკითხი, ცხონებული კობა დავითაშვილის, ცხონებული სულხან მოლაშვილის და სხვა არაფერი რეაგირება და ახლა, როდესაც არჩევნების შედეგები არ მოეწონათ და მონამორჩილი, ასე ვთქვათ, ხელისუფლება არ არის, ეხლა თურმე შავი დღე არის დიქტატურა, ავტორიტარიზმი და ასე შემდეგ. აი ეს არის ეს ფლიდობა და ფარისელობა და რაც შეეხება რუსულ იარლიყებს 2016 წელი გავიხსენოთ ტრამპმა რო გაიმარჯვა ამერიკაში, მაშინ იყო საკმაოდ სერიოზულად კლინტონისგან, ჰილარისგან, სხვებისგან რუსული ჩარევა. შემდეგ დაინიშნა საპარლამენტო სამთავრობო კომისია და ვერ დაამტკიცეს, რომ რუსული ჩარევა იყო. ახლა ზუსტად იგივე არის, ხო? რუმინეთის არჩევნები იქნება, თქვათ, გერმანიის არჩევნები და ასე. ეს მოდაშია. ფარაც რუსულია, ხო? ნუ არა ის ამერიკული ეს 45 წელს მიიღეს, ხო? არა. ანუ ეს არსებობს იქა, მაგრამ იქ დასავლეთში ამ პრორუსულ თემას ამატებენ ასევე ქსენოფობი, ჰომოფობი, ათასიფობი, ქალთმოძულე, ასე შემდეგ და ანუ ექსტრემისტი, ფაშისტი და ასე შემდეგ. და ამ დროს ყველაფერი პირიქით არის. შენ თუ მიკრძალავ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას, ეს რომელი ევროპული დემოკრატია და რომელი ევროპული ღირებულებებია. ეს არის კომუნიზმი და ფაშიზმი, ხო? კომისიის მუშაობაზე რა მოლოდინი გაქვთ? კომისიის მუშაობა ძალიან კარგია, საკმაოდ მძიმე მოსასმენია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც ხელახლა ისმენს, მე რამდენჯერ ისმენს, ვინც ახლა ისმენს, ასაკობრივად გულისხმობ, ხო? მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ რა იყო. კომისია გააკეთებს ერთს თავისას, ყველაფერს მოიპოვებს, ასე ვთქვათ, დაადოკუმენტირებს, გადააგზავნის სამართალდამცველებში. შემდეგ უკვე ხალხის დაკვეთა და ქართული ოცნების დაპირება უნდა შესრულდეს. აიგრძალოს ექსტრემისტული ნაციონალური მოძრაობა და მასთან აფილირებულნი და ვინც ჯერ არ გასამართლებულა, აი ამ ჯალათური სისტემიდან დაჯდეს დასხდნენ განსაჯელის სკამებზე. 5 თვე რჩება არჩევნებამდე, 4 ოქტომბერი მალე მოვა და ჩვენ მოგვიწევს რომ რაღაცნაირად ნახოთ რა პროცესები იქნება საარჩევნოდ. რეალურად როგორ წარმოგიდგენიათ ეს ზაფხული, რამდენად ცხელი იქნება, პრემიერი აცხადებს რომ პარტია სრულად იქნება მობილიზებული, რომ მეათესავებრივი გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთო და აქვე ოპოზიციონერი ცოტნე კობერიძე ამბობს რომ მას აქვს განცდა რომ ახალი არჩევნები რომ იყოს მაინც წავაგებთ, იმიტომ რომ პრობლემა რაღაც სხვაშია, დობის დეფიციტშია, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. აი რა მოცემულობა გვაქვს იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ასევე ჩვენი საუბრის თემებია, მუდმივი თემებია და თან წინ კიდევ არჩევნები შემოდგომაზე. ხო, ოპოზიცია საკმაოდ დაბნეულია, ასე ვთქვათ, გარე ძალებს, საქართველოს არაკეთილმოსურნე აქტორებს, ერთადერთი მონამორჩილი, ასე ვთქვათ, მარგინალური სეგმენტი, რაც დარჩათ, ეს არის ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული NGO-ები და ვერ გარკვეულან ახლა მიიღონ მონაწილეობა, არ მიიღონ ის, ასე ვთქვათ, გაფუჭებული ფირფიტა, რომ არალეგიტიმურია ქართული ოცნება და მისი პრეზიდენტი გაქრა და დაიმსხრა დიდი ხნის წინათ და ახლა არ იციან უკვე გახარიას პარტია ამბობს რომ მიიღებენ მონაწილეობას იქ გირჩიდან წამოსული თუ არ წამოსული კობერიძე და სხვა აქტივისტები ხო ვერ ხედავენ ანი წითლიძე მაღიარა რომ თურმე 10%-ზე მეტი არ ქონია ნაცპარტიას, ამიტომ ჩამოყალიბდნენ და ბრიუსელში და ვაშინგტონის დერეფნებში კი არ ირბინონ. უნდა იარონ და ილაპარაკონ ხალხთან. სოფლებში, ქალაქებში, ორღობეებში, მოედნებზე, ჩიხებში, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებში, რეგიონებში და ასე შემდეგ. რადიკალურ ოპოზიციას აქვს ზუსტად
ეს საკითხი ხომ არ არის თქვათ იმის მაგივრად რომ მით უმეტეს არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე წინ არის თვითმმართველობის არჩევნები და უშუალოდ ხდებოდა იმ საკითხებზე იმ პრობლემებზე მოსახლეობას რაც რეალურად შეიძლება შემდეგ მონიჭებული მანდატით გადაჭრა გარედან რო ცდილობ თქვათ მითითებები გააკეთო და პროცესი აურიო იგივე თქვათ მეგობარი აქტი რაც ვთქვით ამის ერთ-ერთი არა მეგობრული დეზინფორმაციული კი ბატონო რატომ არ მუშაობენ ადგილზე თქვათ რატომ არ ხვდებიან ამ მომრჩევლებს იმიტომ რომ თქვათ გასული არჩევნები შეგვიძლია ვთქვათ რომ ელექტორატი არც მათ არ ყავთ ცოტა ხო დაახლოებით 800,000-ია მთლიანად რო შეკრიბო ყველასი როგორ ფიქრობთ ამ ეტაპზე, რასაც ახლა ვუყურებთ, რა სურათს მივიღებთ საბოლოო ჯამში, შეიძლება ახალი აქტორები, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე არსებობდეს, თუ თქვათ იგივე გაცხადებული პოლიტიკით ის სუბიექტები, რომელსაც კარგად ვიცნობთ, ისევ ჩაერთვებიან, ან რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი, ჯერჯერობით მაინც არ არის. მე ასე ვიტყოდი, რომ ევროპაში, ამერიკაში არის ესეთი პრაქტიკა, ადრეული არჩევნები, ხო? წინასწარ რამდენიმე კვირით ადლე აძლევენ ხმას. საქართველოს შემთხვევაში შარშანას 17 მაისს და წელსაც 17 მაისს ჩატარდა ადრეული არჩევნები და ქუჩაში 100,000-ობით ადამიანის გამოსვლა საქართველოს 10 ქალაქში აჩვენა საით არის ქართული საზოგადოების ასე ვთქვათ პრეფერენციები და რას უჭერენ ისინი მხარს და ამაზე და თავდასხმები და დარტყმები მიუთითებენ იმ მარგინალების სავალალო მდგომარეობას რომელთა საგარეო კურატორებს რეალობის შეგრძნება არ აქვთ, ანუ არიციან მათ ვერ ხედავენ პულსაციას, მაჯისცემა საზოგადოების საით არის, ხომ და ჯიუტად განაგზობენ ამ რაღაცა და აი იუკნევიჩიანებს კოლექტიურ აი ამ ევროპარლამენტარებს რო ალაპარაკებენ, ხო თვითონ თავს იზიანებენ, ხო? აი როგორც ინგლისურში არის გამონათქვამი, ფეხში ისვრიან ყოველდღე თავიანთი აი ბრიყული განცხადებებით, რომ ხარს უჭერენ რომ საქართველოში ავტოკრატია, სააკაშვილი გახმა პოლიტპატიმრები და ასე შემდეგ და ეს ხო სისულელია და ხალხის რაც ვთქვი 2024-ში საპარლამენტოს წინ 17 მაისს და 2025 17 მაისს ადგილობრივის წინ ხალხმა უკვე ასე ვთქვათ არაფორმალურად არჩევნები ჩაატარა და თავისი ხმა მისცა ამ ქვეყნის დამცველ მართველ გუნდს. და საუბრის ბოლოს კიდევ ერთი თემა, ჩვენ საუბარში დასაწყისში ვთქვით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობა სურს და ცეცხლის 30-დღიან უპირობო შეწყვეტას დასთანხმდეს, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა და რომელსაც მხარს უჭერენ უკრაინა და ევროპა. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ დღეს ჯერ რუსეთის პრეზიდენტთან გამართავს სატელეფონო საუბარ, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან. რა მოლოდინები არსებობს, რამდენად რეალისტურია, რომ ეს პროცესი კულმინაციისკენ წავიდეს. ტრამპის თავდაპირველი დანაპირები რომ ომს ძალიან მალე დაასრულებდა უკრაინაში ხედავთ რომ არ შესრულდა ძალიან კომპლექსური და ურთულესი სიტუაცია და როგორც მან აღნიშნა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კვირაში დაახლოებით 5,000 ადამიანი იღუპება ორივე მხრიდან უკრაინიდან და რუსეთიდან და სანამ ის პირადად არ შეხვდება პუტინს მანამდე ეს არ მოგვარდება. Ну, კარგია რომ ის ერთი პირველი ნაბიჯი გადაიდგა სტამბოლში, უკვე თურქეთის ჩაერთო რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგში და 1000 კაც 1000-ზე გაცვლიან ამ სამხედრო ტყვეებს, ეს ძალიან კარგია, მათ შორის ბავშვები, რომელიც გაიტაცეს უკრაინიდან რუსეთში და ისინი დაუბრუნდებიან ოჯახებს, მაგრამ აქ ურთულესი სიტუაცია, რომ არის ძალიან უხეში და ხისტი რუსული იმპერია. მან გამოაქვეყნა დიდი ხანია თავისი მოთხოვნები, ეს 5 აღმოსავლეთ რეგიონი წაიღოს, უკრაინის ნეიტრალიტეტი, უბლოკო სტატუსი, არანაირი სამხედროები იქა და ასე ვთქვათ, აღიარება ამ 5 მიტაცებული უკრაინულ რეგიონის. აი, როგორ მოხდება პუტინის აი ამ გამძვინვარებული მადის დაწევა შეუძლებელი ამის პროგნოზირება და ამაზე არც წავა ტრამპი, გასაგებია იქ მას ეწოდება კომერსანტი პოლიტიკოსი, ბოლოს არაბეთშიც გამოჩნდა ხა მის ვიზიტების დროს, მაგრამ აი რა როგორც ხდება პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკაში უბრალოდ ლამაზი სიტყვები არის, თორე აღებ მიცემობა ვაჭრობა არის როგორც აგრარულ ბაზარზე, ზუსტად უბრალოდ ლამაზი სიტყვებია. აი რაზე დაითანხმებენ ერთმანეთს, ამაზეა საუბარი, მაგრამ ჩემი და არა მხოლოდ ჩემი პესიმისტური პროგნოზით
საკმაოდ დაზარალდება კიდევ უფრო უკრაინელი ხალხის ინტერესები, რაც უფრო გაიწელება ეს ომი. მადლობა. მადლობა თქვენ. ვისურვებთ ანალიტიკოსი გია აბაშიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც დათმობილი დღისთვის.